$1 ბანკნოტი. ეს ამაქვს მარტო მე. ესეც მაჩუქეს. მაგრამ ამ $1 ბანკნოტის თამადობით მე გეტყვით საერთოდ ფული, ქაღალდის ფული როგორ შეიქმნა. დოლართან არის კავშირში ქაღალდის ფული. ეხლა გეტყვით როგორ რა კავშირშია და თქვენ თვითონ მიხვდებით ამას. ესე იგი 1580 წელში ესე იგი ჩეხეთში ხო ებრაელების მიმართ იყო საშნელი პაგრომები. ისე გაუხადეს საქმე, რომ ებრაელმა კაბალისტებმა ხო შექმნეს ხელოვნური ადამიანი ციხისგან. მასში ღმერთის მას შუბლზე თუ ერთი ვერსიით და მეორე ვერსიით პირში ჩაუდეს ასე ვთქვათ თამასუქი, ქაღალდი, სადაც ეწერა ღმერთის სახელი. ორი ვერსია რა, შუბლზე იმას ქენს. აი ასეთი ისაა ტრადიცია, რომ თავზე ფულს რო შემოიტარებენ ხოლმე. შესაძლოა მაქედან მოდის. ხო და რას ნიშნავდა ეს, რომ ხელოვნური ადამიანი და ამ ხელოვნურმა ადამიანმა შური იძია ებრაელებს და შეჩერდა ეს პაგრომები. ანუ რა იგულისხმება ეხლა ჩვენ ადამიანი მიხვდება რაც იგულისხმება მაშინ. მათ ვისაც რომ დაეცვათ თავი, დაიქირავეს ადამიანი და მას მისცეს თამასუქი, სადაც ეწერა რაღაც რიცხვი თანხა. და ეხლა როგორ შეიძლება ეს ყველაფერი გაფორმდეს და წარმოვთქვათ რელიგიურად. ამ დაქირავებულ ადამიანს როგორ შეიძლება ეწოდოს თიხის ადამიანი, რომელსაც პირში ჩაუდეს ღმერთის სახელი. და რიცხვია სწორედ ღმერთის სახელი. არსებობს ეგეთი მეცნიერება გემატრია, გემატრიულად ღმერთის სახელი ციფრებით გამოისახება. გამიგეთ? როგორც ღმერთმა შექმნა, ასე ვთქვათ, კაბალის მიხედვით 10 ციფრისგან შექმნა. ანუ 10 ციფრის, ანუ სფარადის მეშვეობით. სიცოცხლის ხერვა თუ გინახავთ, ასე ვთქვათ, კაბალისში თუ ხართ გარკვეული სქემატურად არის გამოსახული. ასევე როგორც სამყარო შექმნა ამ ციფრებით, ასევე ღმერთის სახელი ციფრებით გამოისახება. და ფულის გადაცემის ეს აქტი შეიძლება ითქვას მასეც, რომ გოლემი შეიქმნა. და ეხლა რა კავშირი აქვს ამას იოსებ ბესარიონიძე სტალინთან. აი ამ გოლემს ხელოვნურ ადამიანს, როცა ის გაცოცხლდა. გაცოცხლდა ნიშნავდა, რომ მოექცა, ასე ვთქვათ, ებრაელი ხალხის დასახმარებლად, ასე ვთქვათ, გახდა მოტივირებული. მას სახელი უწოდეს. აბა თუ მიხვდებით რა სახელი უწოდეს. იოსეფი. ამიგეთ? ეხლა რა კავშირი აქვს ამას დოლართან? მაშინ ჩეხეთში იყო ტალერი. ჰოლანდიურად ტალერს ქვია დალერი. და ჰოლანდელებმა დააფინანსეს ამერიკის რევოლუცია. ანუ ამერიკის რაც არის შტატები შეიქმნა ჰოლანდიელების ფულით. ნიუ-იორკი ადრე იყო მხოლოდ მანჰეტენი. მანჰეტენი ეკუთვნოდათ ჰოლანდიელებს. და შემდგომ როცა შევიდნენ ინგლისელები, ხელშეკრულება დაიდო ჰოლანდიელებს და ინგლისელებს შორის. სანამ რევოლუცია მოხდებოდა და მერე რევოლუციას დააფინანსეს ჰოლანდიელებმა. როცა უკვე შეატყეს რომ მთლიანად ინგლისმა დაიპყრო და წაართვა მთელი ამერიკა,
ნუ მანჰეტენი აკონტროლებდა მაშინ ამერიკას სინამდვილეში. ნუ ეხლაც ეგრეა. მერე უკვე დააფინანსეს ეს რევოლუცია. და გამოსეს იქ ეხლაც დოლარია, ხო, ამერიკაში. ჰოლანდიური ფულის სახეობა. რომელიც ჰქონდათ სწორედ ჩეხეთიდან. და რომელიც ეს ფული გამოიყენეს ამ გოლემის შესაქმნელად. გოლემის დასაფინანსებლად და ფულის ასე ვთქვათ, ფულს შეუძლია სწორედ ეგ. შურის მაძიებელი დაფინანსდეს. შურის მაძიებელი დაფინანსდეს. განსხვავებით აი ვაშლი რო აიღო შესჭამ, ხო? ფული რა არის? მხოლოდ და მხოლოდ ის არის, ასე ვთქვათ, ქაღალდი, რომელსაც რიცხვები აწერია. არა. ეს კავშირშია სწორედ ამ სულთან, ღმერთთან და სულის ამოძრობასთან კიდე. გამიგეთ, აი სული რატო ფიგურებს აქვს სული. მეილე ჯანჯიბუხაშვილა გამოიწერეთ ჩემი არხი.